მაშასა ჩვენი გადაცემის პირველი თემა არის ძიუდო და ჩემი სტუმარია საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. უღრმესი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ასევე ჩვენთან ერთ არის, რა თქმა უნდა, ჩემი თანაწამყვანი ლუკა ჭოჭოვა, რომელიც ძირითადად ინტერნეტ სივრცეს მიმოიხილავს და ასევე გაგვაცნობს თუ რა ხდება სოციალურ ქსელებში. მოგესალმებით, მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენ სტუმრას, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. თქვენ კი რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს Facebook გვერდებზე, სპორტის საზოგადოებრივზე და უშუალოდ გადაცემის Facebook გვერდზე, სპორტის 360 გრადუსით მოგწეროთ კითხვები თუ გაქვთ ჩვენი სტუმრის მიმართ და ჩვენ აუცილებლად რა თქმა უნდა გავაჟღერებთ ამ კითხვებს და გავაცნობთ ჩვენ სტუმარს. მაშასე დავიწყოთ საუბარი. პირველი შეკითხვა ასეთი მექნება 11-ში 11 თებერვალს იწყება დიდი სლემი პარიზში, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი და რიოს ოლიმპიადის მერე ეს არის პირველი ტურნირი, როდესაც ნაკრები, ასე ვთქვათ, ძირითადი შემადგენლობით იქნება, სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი. საინტერესოა თქვენგან პირველ რიგში ან ვინ მიიღებს მონაწილეობას, ნაკრებში ვინ არიან და ზოგადად წონითი კატეგორიებიც ან როგორ არის გადანაწილებული. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმები ქართველ ტელემაყურებელს. უკვე სეზონი ნელა-ნელა ხურდება, იწყებთ ახლა პირველი ტურნირი გვექნება საფრანგეთში, პარიზში დიდი შლემი, სადაც სრული შემადგენლობით მივიღებთ მონაწილეობას. თითქმის ყველა წონით კატეგორიებში ორი სპორტსმენი გვეყოლება, გარდა 66 კილოგრამისა. იმის შემდეგ უკვე დავრჩებით ერთობლივ შეკრებებზე საფრანგეთში და უკვე მომდევნო 2 კვირის შემდეგ მივიღებთ გერმანიის დუსელდორფის გრან-პრიზე მონაწილეობას. ბიჭები უკვე ნორმალურად არიან მომზადებული, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურადაც. ჩვენს დიდი მოლოდინით და მოთმინებით ველოდებით ამ შეჯიბრებას და ნახოთ. რამდენიმე ცვლილება მოხდა წონაში, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა, ღვინიაშვილი დაბრუნდა თავის ძველ წონაში, ასევე აიწია ჭრიკიშვილმა, ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი ერთ წონაში არიან დღეს, ასევე ლიპარტელიანმა შეიცვალა წონა. საინტერესო არის ეს ბუნებრივად მოხდა, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიურად ამ სპორტსმენები, თუ ეს იყო თქვენი რაღაც ტაქტიკური გადაწყვეტილება ამ წონების ცვლილება. დავიწყებდი ბექა ღვინიაშვილით, რომელსაც წონა ისედაც ოლიმპიადის გამო მოხდა მისი ზედაწონაში ანაცვლება, ის მისი ნორმალური წონა არის 94-95 კილოგრამი, დაკლებაც არ უჭირს, შეუძლია რომ შეჯიბს ნორმალურად შეხვდეს იმ წონით, რაც აქვს. რაც შეეხება ჭრიკიშვილს, მას დაკლება ისედაც უწევდა საკმაოდ 6-7 კილოგრამის, ამ ოლიმპიადის და ცოტა შესვენების შემდეგ წონა ბუნებრივად მოემატა თვითონ და ეხლა გადავწყვეტეთ რომ 90 კილოგრამში მიიღოს მონაწილეობა. ესე გამოვიდა რომ ღვინიაშვილი და ჭრიკიშვილი ერთ წონაში არიან, საინტერესოა. ერთმანეთის წინააღმდეგ თუ მოუწევთ ბრძოლა, ეს იქნება მაგარი. ეხლა ეს ჩვენთვის ქართული გულშემატკივრისთვის და პირადად ჩვენთვის ძმელებისთვის ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ წონაში ყავს ორი ესეთი ძალიან წარმატებული სპორტსმენი და სანახაობრივიც ალბათ ესეც მოთქვათ, ორივე გამოირჩევა სანახაობრივი ილეთებით, ამ ბრძოლებით და რა თქმა უნდა. ერთი არის უკვე შემდგარი მსოფლიო ჩემპიონი და ძალიან დიდი სპორტსმენი და მეორე უკვე მომავალი ვარსკვლავი, რომელიც სასაკობრივში უკვე ყველაფერს იგებს, ოლიმპიადის მონაწილეც არის, თუმცა ჯერ მაინც ასაკის სიმცირე აქვს და უკვე მისგანაც ველოდებით, რა თქმა უნდა, სერიოზულ შედეგებს. ბატონო ირაკლი, შემდეგ კითხვა ლოგიკურად გამომდინარეობს, რამდენად დიდი არის კონკურენცია წონებში, ანუ ერთ და იგივე წონაში ორი სპორტსმენი რამდენად თანაბარი შესაძლებლობის მქონე არის და რამდენად შესაძლებელია, რომ მომავალ ტურნირებში ვიხილოთ, თქვა, განსხვავებული შემადგენლობა ნაკრების. ეს კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო იქნება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მეტი კონკურენცია და მე ვიტყოდი, რომ უფრო სასაკამდე მომწია ასაკობრივ ჯგუფებში მუშაობა, საიდანაც ვიტყოდი და ქართულ გულშემატკივარს იმედს მივცემდი, რომ საკმაოდ იმედის მომცემი და ძლიერი სპორტსმენები მოდიან, რომლებიც უკვე თუნდაც 1 წლის შემდეგ სერიოზულად ჩაერთვებიან ამ კონკურენციაში და ეს უკვე შედეგის ხარისხაც გაგვიზრდის, რა თქმა უნდა. დიახ, აი საინტერესო არის რიოს ოლიმპიადის მერე ირაკლი უზნაძეს ჩაანაცვლეთ, გარდა და დღეს თქვენ ხართ მთავარი მსმელი, გარდა აი ამ წონებისა, რა კორექტივები შეიტანეთ, ასე ვთქვათ, ნაკრებში და რა ცვლილებები შეიტანეთ, თუნდაც სავარჯიშო პროცესში და ასე შემდეგ, აი ამაზე რომ ვისაუბროთ. როგორც ესეთ ახალი გუნდი მოვიდა, ახალი მწვრთნელები არიან, ორი ძველი მწვრთნელის დარჩა. რაც შეეხება ჩვენ მიდგომებს, ვიტყოდი რომ ახალი მიდგომა გვაქვს ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით, სადაც ბიჭები ერთობლივად გადიან ვარჯიშებს
ყავს კორეელი კონსულტანტი, რომელიც ტექნიკურ საკითხებში ტექნიკურ კუთხით დაგვეხმარება და მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ერთად შევსებული ბიჭების შესაძლებლობასაც უფრო მეტად გაზრდის. დიახ, თქვენ თავად ხართ ოლიმპიური ჩემპიონი და შემდეგი შეკითხვა ასეთი მექნება, იგივე ხარ რიოს ოლიმპიადაზე, მთავარი პრობლემა, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი სუბიექტური აზრი, რაც მე დავინახე, ეს იყო მაინც ფსიქოლოგია. მე თავად ვიმყოფებოდი რიოში და იქ ჩანდა რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ ბიჭები, ასე ვთქვათ, ეს მოლოდინი, რაც იყო რომ ვთქვათ აუცილებლად ოქროს მედალი უნდა მოეგო რამდენიმე სამან დიდად დადებითად არ იმოქმედა. აი ფსიქოლოგიაზე თუ მიდის მუშაობა ვთქვათ და ამ ხრივ თუ მიდის რაღაცა თქვენ თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი ხარ და ალბათ უფრო კარგად იცით ვთქვათ რამდენად დიდია ეს ფაქტორი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს. რა თქმა უნდა, მაგ კუთხითაც ექნებათ აუცილებლად დახმარება, ანუ ის რაიმე ნიუანსი, რაც ბიჭებს ხელს შეუშლის წარმართებაში, ყველაფერს ვცდილობ, რომ ყველა აღმოფხვრათ და ყველა არც ერთი დეტალი არ დაგვრჩევს უყურადღებოდ. მაგ კუთხითაც მუშაობთ, რა თქმა უნდა, მოწვეული ყავს ძალიან კარგი სპეციალისტი, რომელიც ჩვენთან ერთად იქნება შეკრებებზეც, შეჯიბრებებზეც, პირადად ჩვენი დახმარებაც კიდევ რაც შეიძლება იმ განვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, მაგ კუთხითაც შეიძლება გამოსწორება მდგომარეობის. აი რომ გადავიდეთ უფრო თქვათ ასე ვთქვათ ფილოსოფიაზე და სტრატეგიაზე, წინა ფორმაციის ნაკრებში ძალიან ხშირად ამაზე იყო საუბარი და ეს ჩანდა კიდეც რომ ხანდახან ფრთხილი ტაქტიკა იყო ხოლმე არჩეული, იგივე ჭრიკიშვილის ჭიდაობების დროსაც ჩანდა რომ ჩვენ ახლა ვიცით მისი შესაძლებლობები და ჩანდა ხოლმე რომ ხანდახან უფრო ჭიდოზე იყო ხოლმე ჭიდაობა, ან ილეთის არგაშობაზე იყო. ახლა თქვენს თავად ძალიან პრაგმატული და ვთქვათ ტაქტიკურად კარგი ძიუდოისტი იყავით და აი როგორც მწვრთნელი როგორია თქვენი ფილოსოფია, უფრო შემტევი სტილის მომხრე ხართ თუ თქვათ იგივე სტილში აპირებთ რომ გაწვრთნათ ბიჭები და იგივე სტრატეგია და ფილოსოფია იქნება ნაკრებს. პირველ რიგში ჩვენთვის სასარგებლო იქნება, როდესაც ჩვენ კარნახობთ შეხვედრის მიმდინარეობას მოწინააღმდეგეს, ჩვენი კარნახით მიდის, ჩვენი მიმართულებით მიდის, ანუ ჩვენ ქართველებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და მაგ დროს უკვე მოწინააღმდეგეს პლუსები, რა თქმა უნდა, იზღუდება, როდესაც ჩვენი კარნახით მიდის უკვე შეხვედრა და მაქსიმალურად ვეცდებით. არის ის, ოღონდ დროის გაყვანა და შესვენება შიდოზე არის ის, როდესაც წინა ვარ და მაგ შემთხვევაში შეიძლება შედარებით ნაკლებად ვიყოთ შეტევაზე ორიენტირებული, ოღონდ რამდენადაც დოზით, რამდენადაც იქნება საჭირო, რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ ძიუდოს წესები შეიცვალა, ესეც გარკვეულწილად ალბათ მოახდინა ზეგავლენას იგივე ამ სტილზე ჭიდაობის და აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი, ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც არის მსოფლიო რეიტინგით მეორე და ევროპის რეიტინგით პირველი და ისტორიაში პირველად მოხდა რომ მან წელს რიოს ოლიმპიადაზე 4 ფინალი იმსაჯა, რაც საოცარი შედეგია და მოდი ვნახოთ ვლადიმერ ნუცუბიძე თავად უკეთ გაგვარკვევს თუ რა ცვლილებები მოხდა წესებში და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესებში, რეალურად რევოლუციური ცვლილებებია, რომელიც მოიცავს მრავალ ასპექტს. დავიწყოთ თავიდანვე. პირველი, შეიცვალა დროის ხანგრძლივობა, ეს არის 4 წუთი, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის, გათანაბრდა და ასევე შეიცვალა შეფასებების სისტემა, რომელიც ვაზარის და იპონის შემადგენლობით დარჩა. ვაზარში გაერთიანებულია ყველა ის გდება, რომელიც ადრე წარმოადგენდა როგორც ვაზარს, ასევე იუკოს კრიტერიუმებს. ყველა ეს გდება, გარდა იპონისა, გაერთიანდა ერთ საერთო კრიტერიუმებში. ასევე ვაზარების შეკრებითობა გაუქმდა, აღარ არის ორი ვაზარი, ერთი იპონი, ვაზარი შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი რაოდენობის, რომელიც მხოლოდ იქნება ვაზარი და არაფრით არ გახდება იპონი. შეიცვალა შებოჭვის დრო, ნაცვლად ვაზარზე განკუთვნილი 15 წამისა, გაერთიანდა იუკო და ვაზარი და უკვე 10 წამიდან არის ვაზარი, ხოლო 20 წამიდან არის იპონი. ძირითად დროში შეიძლება გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ტექნიკური შეფასებებით, ვაზარით ან იპონით და ასევე გაფრთხილებების ან პირდაპირი მიღებული ხანსაკომაკეს მეშვეობით. ხოლო გაფრთხილებით მოგება შეიძლება მხოლოდ დამატებით დროში. ასევე აიგრძალა ჩავლებების, შიდოების, რომელიც ეძლეოდა ძიუდოის ჩავლებების გულისთვის დიდი უმრავლესობა. ყველა ის ჩავლება, რომელიც მოიცავდა კიმანოს წინა ნაწილზე გაფრთხილებებს, ყველა ეს ჩავლებები არის დასაშვები, თუ კი ძიუდოისტი, რომელიც ამ ჩავლებას ახორციელებს, არის აქტიური შეტევის ფაზაში.
ფაზაში. აქტიური შეტევის ფაზაში დრო განსაზღვრული არ არის და ნებისმიერი რაოდენობის დრო შეიძლება დაეთმოს ძიუდოისტს თუ კი რეალურად ახორციელებს შეტევას. აღარ იჟება ძიუდოისტი პასიურობისთვის თუ კი მას აქვს ნორმალური ორმხრივი ჩავლება და ასევე იგი არ ბლოკავს მოწინააღმდეგის შეტევას და ასევე თვითონაც ცდილობს რომ იყოს აქტიური. 45 წამის განმავლობაში მას აქვს საშუალება რომ მოამზადოს და ასევე შეასრულოს ილეთი. ასევე გაფრთხილებების სისტემაში შეიცვალა ჩავლებები ქამრის ქვემოთ. ქამრის ქვემოთ ჩავლება ნიშნავს, რომ თუ კი ქამრის ქვემოთ ნებისმიერ დროს, როგორც შეტევაში, ასევე თავდაცვაში ძიუდოისტი იღებდა ჩავლებას, მოხდებოდა შეხება, მაშინვე იგი იჯდებოდა ხანსოკომაკეთი, რაც დისკვალიფიკაციას ნიშნავს და ვეღარ აგრძელებდა ორთაბრძოლას. ამ შემთხვევაში პირველი ესეთი ჩავლება იჯება გაფრთხილებით შიდო და მას კიდევ ეძლევა საშუალება, რომ თავის მიერ შესრულებული ტექნიკური ილეთის თუ აქტიურობის შედეგად გაიმარჯვოს ამ ორთაბრძოლაში. ასევე არსებობს გაფრთხილებების სისტემა, გაფართოვდა უფრო ეცნება, ეს არის გაფრთხილებები, რომელიც მოისაზრება, რომ ეწინააღმდეგება ძიუდო სპორტულ სულს. ბოლო წამებზე ან გარბოდნენ საჭიდაო ტატამიდან, ან უკუსლით და მაქსიმალური ჩაშლით ცდილობდნენ გაქცეოდნენ ყოველდღიური ჩავლების გარეშე ორთაბრძოლას. ამ შემთხვევაში თუ კი აშკარა გაქცევა საჭ შეუძლია სამსაჯის გადაწყვეტილებით მისცენ დისკვალიფიკაცია ხანსოკომაკე ან კომისიასთან შეთანხმებით თუ კი არ არის აშკარა კომისიასთან შეთანხმებით ასევე შეიძლება მიცემული იქნას ხანსოკომაკე. გდებები, რომლებიც მიდის შეტევით საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე გაქცევა ილეთიდან, რომ არ დაეცეს ტატამზე, თუ კი არის საშიშროება როგორც კისრის არეში, ასევე ხერხემლის არეში, ნაცვლად გდებისა, რომელიც იპონით ფასდებოდა ხიდის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში უკვე შეეცვალა და ფასდება ხანსოკომაკეთი. ძალიან ხშირად იყო ხოლმე გდება კონტრშეტევის მომენტი, როდესაც ერთი ძიუდოისტი ახორციელებს ილეთს და იმის შემდეგ, რაც მისი მოწინააღმდეგე შეეხება ტატამს, შემდეგ იწყება კონტრილეთი და ხშირად იყო ხოლმე რთული გარკვევა თუ რომელი ძიუდოისტისთვის მიეცეთ შეფასება. ეხლა უკვე დაკონკრეტდა და კონკრეტი არსებობს ესეთი, რომ თუ კი შეტევა განხორციელდა და მისმა მოწინააღმდეგემ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო კონტრილეთი, რაც ტატამს შეეხო და შესაბამისად გამოიყენა ტატამი თავის კონტრილით განხორციელებად, მას ეს კონტრილეთი აღარ ჩაეთვლება და შეფასდება მხოლოდ პირველადი ილეთი, რომელიც მოწინააღმდეგემ განახორციელა. ძიუდოისტები ვალდებული არიან საჯის მითითების შემდეგ, როდესაც ის იტყვის მატეს და სანამ იტყვის ჰაჯიმეს, მომენტალურად მოიყვანონ კიმანო წესრიგში. რაც ნიშნავს, რომ მოჩაჩული კიმანო უნდა ჩაიტანონ. ასევე ისინი ვალდებული არიან, რომ კიმანო ჰქონდეთ შეხვედრის დაწყებამდე მჭიდროდ შემოჭერილი ქამრით, ეს არის განსაზღვრული იმისთვის, რომ ორივე ძიუდოისტი იყვნენ თანაბარ პირობებში. შესაბამისად, თუ კი ეს ხშირად ხდება და ერთ-ერთი ძიუდოისტი აშკარად ცდილობს რომ ქამრის კიმანოს შეყრის ხარჯზე ან დროის გაყვანას ან დასვენებას და მსგავს ქმედებას აკადრილი, მსაც შეუძლია მას მიწეს გაფრთხილება და დასაჯოს იგი შიდოთი. ეს არის ძირითადად ეს ცვლილებები, რაც განხორციელდა და პირველმა შეჯიბრმა გვაჩვენა, რომ მეტად დინამიური გახდა ძიუდო, მეტად გდებები მეტი კეთდება და შესაბამისად დროშიც ნაკლებ დროში მთავრდება ორთაბრძოლები. მაშ ასე ვნახეთ ვლადიმერ ნუცუბიძემ ძალიან გასაგებად და ესე დეტალურად აგვიხსნა თუ რა ცვლილებები არის წესებში, ძალიან ბევრი ნიუანსია, მაგრამ მე მაინც უფრო ის ზოგადად გამოყოფდი, რომ თავარი ჩემი აზრით რაც არის, რომ ძირითად დროში შიდოთი, ანუ ასე ვთქვათ, ვერ მოიგებ თუ ილეთი არ გააკეთე და ეს უფრო მაინც არის შემტევი ძიუდოს ახალისება. აი თქვენ როგორ შეაფასებთ ზოგადად ამ ცვლილებებს, ამდენად მოგწონთ ეს ცვლილებები და კონკრეტულად ჩვენი ნაკრებისთვის თუ ანუ კარგია, ცუდია თუ აი ამაზე რომ ისაუბროთ. საერთოდ ძიუდო უკვე საკმაოდ სწრაფად პროგრესირებადი სპორტი არის მთლიანად სოფლიოში და აი რაც შეეხება ქართველებისთვის, მე ვიტყოდი, ბევრი ისეთი ელემენტი შემოვიდა, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება და ქართველებმა უნდა გამოვიყენოთ ჩვენ და სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. და ერთი კიდევ რაც მოგწონს, რაზეც საუბრობდით, ანუ გაფრთხილებას აღარ აქვს იმდენი ძალა ძირითად დროში და ის შეხვედრის ბედს არ წყვიტავს, რაც უკვე უფრო სანახაობრივისკენ გადადის ძიუდო, რომ ორივე მოწინააღმდეგე იქნება მომართული, რომ შეასრულოს ილეთი, რისთვისაც
და რაშიც ეს უნდა თქვათ, რომ ჩვენები ძლიერები არიან და იგივე კონკრეტულად ღვინიაშვილზე იყო საუბარი, რომ მისთვის აი ეს ცვლილებები არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ღვინიაშვილი უფრო შემტევ, ასე ვთქვათ, ილეთებზე ორიენტირებულად ჭიდაობს და გაფრთხილებებს თითქმის, ანუ გაფრთხილებები თითქმის არ იგებს, ასე ვთქვათ და ამიტომაც მისთვის შეიძლება ეს უპირატესობა იყოს. შეიძლება, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს ცვლილებებიც რო ყოფილიყო ღვინიაშვილი ისეთი სპორტსმენი უნდა ჩამოყალიბდეს, რომ არანაირმა წესმა და რამე არ შეუშალეს ხელი. ბატონო ირაკლი, ჩვენი მაყურებელი კახა მიხანაშვილი გვეკითხება, ეს წესები, რომლებიც ახლა მიიღეს, საბოლოოდ თუ კიდე შეიძლება, რომ რამე ცვლილებები შევიდეს, სატესტო რეჟიმში ხომ არ არის ახლა? ეს ცვლილებები აუცილებლად იქნება მსოფლიო ჩემპიონატამდე, ანუ დააკვირდებიან, მაინც ესე თუ ისე შეიძლება კიდევ რო ექსპერიმენტალურად ჩაითვალოს და უკვე იმ წლის ბოლოს ჩამოყალიბდება საბოლოო ფორმა და სახე ამ ყველაფრის, რაც უკვე დარჩება ტოკიოს ოლიმპიადაზე. ძალიან კარგი და სწორი შეკითხვა ყოფილა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე, ასე ვთქვათ, შეაფასებენ და რახან მსოფლიო ჩემპიონატი ვახსენეთ, ბოლო შეკითხვას დაგისმევთ. წელს მთავარი ტურნირი, ასე ვთქვათ, ეს მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც აგვისტოში დაიწყება ბუდაპეშტში, უნგრეთში, მანამდე არის პოლონეთში ევროპის ჩემპიონატი. როგორ აპირებთ ამ ტურნირებისთვის მომზადებას? საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ვთქვათ, რომ შემოდგენობაში გარკვეული ცვლილებები იყოს და იქნება თუ არა ეს ორი ტურნირი, ასე ვთქვათ, მთავარი მიზანი წელს, რომ ამ ტურნირებზე წარმატებით გამოსვლა იქნება თუ არა მთავარი ამოცანა თქვენი ზოგადად ნაკრების და ფედერაციის და ასე შემდეგ. შერჩევა უკვე ამ გუნდის უკვე დაიწყო საქართველოს ჩემპიონატით, სადაც ყალიბდება ძირითადი ბირთვი და უკვე გვეწყება შეჯიბრებები ქვეყნის გარეთ. საიდანაც უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც პოლონეთში გაიმართება, იწყება 20 აპრილს. ამ ტურნირებიდან, რამოდენიმე ტურნირიდან უკვე გამოიკვეთება ძირითადი გუნდი. ეს იქნება ევროპის ჩემპიონატი და იმის შემდეგ უკვე შედარებით ადვილი სახეს მიიღებს და ადვილად გამოსარკვევი იქნება, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატი. ამ ტურნირებზე ის უნდა ვთქვათ, რომ ერთ წონაში ორი კაცის წაყვანა არ ხერხდება, ხომ, როგორც წესი. ყველა წონაში არა, მთლიანად გუნდ შეუძლიათ, რომ 9 სპორტსმენით მიიღოს მონაწილეობა, აქ შეიძლება იყოს, რომ რომელიმე წონა გაუქმდეს და გავაოროთ სხვადასხვა წონები და ესეთი პრინციპით იქნება. უღრმესი მადლობა, წარმატებები პარიზში, წარმატებები ასევე რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე. მე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ პარიზში იქნება ჩვენი გადამღების ჯგუფი და ჩვენ აუცილებლად მოგაწვდით ძალიან საინტერესო მასალებს. ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ პორტრეტი გუნდის კაპიტანზე, ვალდემარ ლიპარტელიანზე და ესეც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის.